გესალმებით ძირფასო მეგობრებო. შენიშვნები მე ვიღე ჩაფიქრებულიო, სულ რჩევებს და რაღაცებს ვხდებ და გაიმნახოთ. ვისთვის არის გაშლა, რატომღაც ადამიანი საშუალო ფენაშია, თუმცა სწრაფი, შეიძლება მოუსვენარი, რაღაც ესეთი ტიპა ის დამფიქსირდა. მოდი ვნახოთ. ძალიან დიდი მონატრება, ძალიან დიდი გრძნობები. ასე ვთქვათ, გულში ყავხართ რაღაცა სწავლოთ და აი ორი მხრივია თუ მანახე ორი მხრივია. ხო, ვერ ვიტყვი რომ ცალმხრივიც არის, მაგრამ რაღაც თავისებურად, ასე რომ ვთქვათ, მაინც აღიქვამს რომ მე უფრო მიყვარს. რას გრძნობს? იმ ხელასულიერი კავშირი მაქვს მე შენთან, ამის გაცნობიერება ძალიან მიჭირს. ესეთი წარმოდგენა აქვს ადამიანს ყოველ შემთხვევაში. აქ ძალიან როგორ ისე ვთქვათ, ველოდები რაღაცა დროს, შესაფერის დროს. რატო ველოდები? გრძნობები გინდა გამჟღავნო? ხო. სხვათა შორის კი უნდა რომ გამჟღავნოს და რა არის იცით, სხვათა შორის აქ მოქმედებაზე უნდა რომ გადმოვიდეს, ძალიან ესე ვთქვათ, ესეთ ტალღაზია, ბედნიერ ტალღაზე და კარგი მონახე, რა სიზამ, რა სიმოქმედებ. აუცილებლად ეს თქვენთან მოდის და ხმას იღებ, საუბრობ რამეს. სხვათა შორის კი, რა საინტერესოა, იმიტომ რომ ვიღაცა მუნჯის პოზიციიდან გამოვიდა და ასე ვთქვათ, თქვენ როგორ არის იცით, რაც არ ნაცივად შეხვდეთ, ეს ადამიანი მაინც შეეცდება რომ გაგაღიმოთ თავისი მოქმედებით. სხვათა შორის შეყარებული მიფიქსირდება, უბრალოდ რატომღაც აღტკინება არ მოდის, თითქოს ალბათ მეტყობა, ხო აი ახლა აღფრთოვანდე მე ამ ყველაფრით არის ხანდახან რომ აი ხო შევდივარ და აღფრთოვანდები. რაღაცა ის არ მოდის, რატომ არ არის ეს აღფრთოვანება, რა არის? თქვენ ხართ რაღაც შეიძლება ძალიან ამ წუთში ცოტა ხوارდააგვიან ამ ადამიანმა თქვენთან. კიდევ რაღაც ვერ ხართ ესე რომ ვთქვათ, მანდა მაინც რომანტიკულ ნასტროენიაზე, მაგრამ მაინც გაინტერესებთ და თუ რამე ცვლილება იქნება, ხო? კარგი, მე რა არის შანსი აქ განვითარების? აიცედა ადამიანიდან გულწრფელობას ელოდებით და თქვენ ამ გულწრფელობას დაინახავთ ამ ადამიანიდან. ამის შემდეგ უკვე თქვენში წამოვა ზუსტად ის ენერგიები, რასაც აღტკინება ქვია და ურთიერთობის დაუშვათ სხვა ეტაპზე გადასვლა ქვია. მე ასე ვიტყოდი, რომ თქვენ რაღაც ერთმანეთს ძალიან ეხმარებით ერთმანეთს, უღონდ ერთმანეთს ეს არ არის ცალმხრივი, ჩემო კარგებო. მე ვფიქრობ, რომ რაღაც როგორ არის, იცით, ერთმანეთის დაბალანსებას ძალიან მალე დაიწყებთ, აქ ურთიერთობა გადადის, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ. შეიძლება თქვენ ცოტა არ გინდათ დაჯერება ან ამის, ხო, ჯერ ვერ ხვდებით, მაგრამ აშკარად არის აქ, რომ რაღაც სტაბილურ ურთიერთობაში, ესე რომ ვთქვათ, აწესრიგებთ რა ამ ურთიერთობას, იმიტომ აქ შეხვედრა საუბარი. ცოტა გაგიკვირდებათ, ისეთი ცვლილებები ექნება. ალბათ ის რომ ხმას ამოიღებს, ესეც თქვენთვის ცოტა ისეთი იქნება.
ხო, თუმცა გულწრფელი ადამიანი გრძნობა ნამდვილად აქვს, უბრალოდ გარე პრობლემები არის კიდევ რაც დავუშვათ გარე პრობლემები, თქვენ შორის კი არა, გარე პრობლემები აქვს ადამიანს, მაგრამ აქ აშკარად არჩევანს თქვენზე აკეთებთ, უბრალოდ ცოტა დრო სჭირდება ამ ყველაფერს და მე გეტყოდით, რომ ძალიან, ასე რომ ვთქვათ, ლაღი და თავისუფალი, ლაღი ცხოვრება გელოდებათ თითქოს ამ ადამიანის თქვენი ურთიერთობა. ნახეთ, მართალია ეს გარე პრობლემები იმდენად ნიშნულოვანი, ну ცოტას გეხებათ მაინც ეხება თქვენს ურთიერთობას, ხო, რაღაც საკითხებში, მაგრამ მე მაინც გეტყოდით, რომ აქ ყველაფერი, ასე რომ ვთქვათ, მოწესრიგდება და ერთად იქნებით, ჩემო კარგებო, ამ ეტაპზე ესეთნაირი ხო, ოღონდ უბრალოდ აქ არ არის რაღაც ისეთი აღტკინება, ისეთი რაღაც ემოცია თითქოს, მაგრამ მაინც ურთიერთობა ვითარდება. და უცნაურია. ეტყობა, ნახეთ, გარე პრობლემები აქ იმდენად ძიმი არის თქვენ შორის, ხო? რაღაც ის მუხტი გეკარგებათ, მაგრამ მაინც ერთად ხართ, მაინც ერთად რჩებით, მაინც მოაგვარებთ აი ამ ყველაფერს. ეს უკვე ძალიან კარგია, ხო? გისურვებთ წარმატებებს დაკავშირებით.